EUTHODIR-ის დასკვნას ეხმაურება ცენტრალური საარჩევნო კომისია და განცხადებას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ EUTHODIR-ის დასკვნის თანახმად არჩევნები კარგად იყო ადმინისტრირებული, ელექტრონული აპარატების 99%-მა იმუშავა გამართულად, ხმის მთლელი აპარატის შედეგები ემთხვეოდა ხელით დათვლილ შედეგებს. ანგარიში პოზიტიურად არის შეფასებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამჭვირვალობის პოლიტიკა და მის მიერ განხორციელებული მთელი რიგი საქმიანობები. მათ შორის ფართომასშტაბიანი ინფორმირების კამპანია, სწავლებები, რომლებიც ჩატარდა როგორც საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის, ისე ჩართული მხარეებისათვის, ასევე ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობის მიზნით განხორციელებული აქტივობები. აღნიშნულია, რომ არჩევნები იყო კონკურენტული და CSKO-ს მხრიდან პარტიების რეგისტრაციის პროცესი ინკლუზიურად წარიმართა. EUTHODIR-ის დასკვნაში გამოთქმულია გარკვეული წუხილები და საყურადღებო რეკომენდაციები საარჩევნო პროცესთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე. მათ შორის ხმის მიცემის ფარულობასთან მიმართებაში სადამკვირვებლო მისია გასცემს საარჩევნო მასალების დახვეწის, საუბრო საარჩევნო კომისიების შენობების შერჩევისა და კენჭისყრის შენობაში მყოფი პირების რაოდენობის პრობლემატიკასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად გაეცნობა და შეისწავლის დასკვნაში ასახულ ყველა რეკომენდაციას, ნათქვამია CSKO-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. EUTHO ფაქტობრივად არ საუბრობს არანაირად საზღვარგარეთ არჩევნებში მონაწილეობის საკითხზე, რომელიც ჩვენ კარგად გვახსოვს, რომ მთელი საარჩევნო წლის განმავლობაში სხვადასხვა ჩართული მხარის მხრიდან იყო манипуляციურად წარმოჩენილი იმდაგვარად, რომ ჩვენი თანამემამულეები შეცდომაში შეყვანილი ყოფილიყვნენ და შექმნილი იყო არასწორი აღქმები და მოლოდინები იმ პროცესთან მიმართებაში, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნების შექმნას უცხოეთში. და ფაქტობრივად ამ ნაწილში არც კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების, არც CSKO-ს მოქმედებები არ არის შეფასებული, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ CSKO მოქმედებდა კარგი საერთაშორისო პრაქტიკისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ამორჩეულთა სიებთან მიმართებაში საუბრობს იმაზე, რომ სიების ესე რომ ვთქვათ, შემუშავების პროცესი იყო სრულად ინკლუზიური, ჩართულ მხარეებს ჰქონდათ სიების გამოთხოვის შესაძლებლობა და არც ერთ მხარეს გამოთხოვილ სიებთან მიმართებაში არ წარმოუდგენი ადმინისტრაციაში რაიმე წუხილი, რაიმე შენიშვნა შემდგომი სიების განვითარებასთან მიმართებაში. ისევე როგორც აღნიშნული არის ტექნოლოგიური საშუალებების ძალიან მაღალი პროცენტი მისი გამართულად მუშაობისა და საერთაშორისო სტანდარტებთან თავსებადობის და ასევე ხაზგასმით აღსანიშნავია ის, რომ EUTHODIR პირდაპირ ფრაზირებს იმის თაობაზე, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს არ არის საკანონმდებლო ვალდებულება, საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა შესატექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი, რომელმაც ფაქტობრივად კითხვები გასვა ყველა манипуляციას, რომელიც ამ პროცესთან მიმართებაში არსებობდა. ჩვენ გვაქვს გარკვეული კითხვები, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სრულად და ერთმნიშვნელოვნად ვიზიარებთ დოკუმენტში მოცემულ ინფორმაციას, მაგრამ რა თქმა უნდა, მისი კომპლექსურად წაკითხვის შემთხვევაში ეს იძლევა სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.